მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა ესეთი თემა იქნება და ეს თემა თქვენი თხოვნებიდან მომდინარეობს. დამეწერთ ხოლმე კომენტარებში რა სურვილი, რა თემის სურვილი გაქვთ, ისეთი რომ საერთო თემად გაგიშალოთ და ჩაგიწეროთ. ეს თემა არის ამჯერად სიტუაცია, სადაც კარმულია ურთიერთობა და გრძნობთ თქვენ ამას ყოველ შემთხვევაში და რაღაცნაირი ვალები გქონდათ, ასე ვთქვათ, კარმული წინა ცხოვრებიდან გამომდინარე, თუ ეხლა ცხოვრებიდან რამოდენიმეჯერ შეგახვედრათ, დაგაშორათ სიტყვაზე ბედმა ერთმანეთს. კარტი გადავარდა, ჰაერის დედოფალი გადაგვივარდა და დიდი ალბათობით კატრს იქეთ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები შეიძლება უყურებთ, ან ძალიან მენტალურად ძალიან განვითარებული ქალბატონები. ყოველ შემთხვევაში მამაკაცებისთვისაც არის ეს გაშლა და მოირგეთ ხოლმე თქვენ თავზე გაშლიდან რაც თქვენ გიხებათ ის ინფორმაცია მიიღეთ. თუ გაშლა არ ემთხვევა ხოლმე, შეგიძლიათ ასფოლოთ, უბრალოდ ლაიკები არ დაგესაროთ ჩემი სიყვარულით და გამოიწერეთ და გადააზიარეთ ვიდეოები, რომ ბევრმა ნახოს და გამოიწეროს ჩემი გვერდი და რაღაცნაირი პროგრესირება გქონდეს, რომ სხვასაც ასე ვთქვათ რაღაცნაირი ხეილი მიიღოს ამ გაშლებიდან და ასე პასუხები თავის საჭირო კითხვებზე. ყველა თქვენი ჩადებული ენერგიისთვის უღრმესი მადლობა ჩემ გამომწერებს და არა გამომწერებსაც. გამოიწერეთ ორივე გვერდი, TikTok გვერდიც, YouTube გვერდიც, პირადი გაშლებისთვის პირად შემოწერეთ და ყველაფერს აიხსნით, ყველა დეტალს აბსოლუტურად. გავიგოთ ახლა რა ხდება თქვენ ურთიერთობაში, რომ მივხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა კონკრეტულად. რა ხდება ურთიერთობაში, რომელიც გაინტერესებთ დასრულდა ეს კარმული ვალი, გადაუხადეთ ერთმანეთს თუ ჯერ კიდევ პროცესშია და ჯერ კიდევ რაღაცეები გაქვთ გასავლელი. რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში? ესე იგი, თქვენ ურთიერთობაში მაღალი არკანი, მე-12 მაღალი არკანი ამოდის დაკიდებული, რომელიც არის მსხვერპლის როლი, რომელიც გაშეშებულ მდგომარეობაში გამყოფებთ ორივე პარტნიორს პრინციპში. მდგომარეობა არ იცვლება რაღაცნაირად, არც წინ მიდის, არც უკან მიდის, გაშეშებულია თითქოს პროგრესირება არ აქვს, არც რეაქციები არ აქვს. აი რაღაცა ერთ მდგომარეობას ტკეპნით შეიძლება თვეები, შეიძლება წლებიც კი რაღაც კატეგორიისთვის საერთო გაშლაში ყველა სიტუაცია ერთნაირი არ ექნება. ურთიერთობა, სადაც თქვენ თავს მარწუხებში გრძნობთ, რაღაცა ფიქრებისგან შეზღუდული ხართ, იზღუდავთ თქვენ თავს. აი ეს ფიქრები, ეს ხმები, ეს გარემოცვა, ეს სიტუაცია ყვავების მხრივ, რაც ამ ფოტოში, ამ კარტში ხატია, გიქმნით ილუზიას, ასე ვთქვათ, ერთგვარს იმაზე, რომ გასაქანი არ გაქვთ, რომ ხელები შეკრული გაქვთ, რომ მომავალს ვერ ხედავთ. აი რაღაცნაირად წინ გინდათ გაიხედოთ და წინ არის სარკე, სადაც აი ეს შეზღუდულობა გაქვთ ურთიერთობაში და ვერ ხედავთ რა შეიძლება მომავალი გქონდეს აი ამ კონკრეტულად ურთიერთობას. ასევე ამოსულია 10-იან პენტაკლი, ეს არის რაღაც ნაწილისთვის იქნება გეტყვით უკვე თქვენ მეუღლეზე საუბარი, შეიძლება ამ ქორწინებაში ბრძანდებით და რაღაცნაირად თლათ იმ იდილიაში ვერ ხართ, რომელიც გინდათ 10-იან პენტაკლით რომ გქონდეთ, ან სიტუაცია, სადაც ასე ვთქვათ თქვენი ყოფილი მეუღლეზეა უკვე განქორწინებულ მდგომარეობაში ხართ და შვილები გაკავშირებთ, კარმული რაღაცნაირი სიტუაციები გაკავშირებთ, მაინც წახვალთ, წამოხვალთ ერთმანეთს საბოლოო ჯამში, ბედი არ გაშორებთ, თითქოს რაღაცა ვალდებულებები გაქვთ შვილების მხრივ, სიტუაციის მხრივ ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, ამნაირი ხალხისთვისაც იქნება ეს გაშლა, ასევე იქნება გაშლა იმ ადამიანებისთვის, ვინც ემზადებით საბოლოო ჯამში, რომ თქვენი, ასე ვთქვათ, ტორტზე მარწყვის თავი, ესეთი იყოს საბოლოო ჯამში ოჯახური სტაბილურობა და 10-იან პენტაკლი. ეს არის სტაბილური ოჯახური კავშირი, შვილებით, შვილიშვილებით, გაფართოებული, ბედნიერი, მყარი ოჯახური სტაბილურობა და ბედნიერება. გაყურებთ პრინციპში კალოდის ძირში არის ორიან ჟეზლი, რაღაცნაირი არჩევანის წინაშე ხართ, რაღაცეებს იგონებთ წარსული ამ ადამიანთან ურთიერთობისას, აი კარგსაც, ცუდსაც, ორჭოფობის ვარიანტები ძალიან ბევრი გაქვთ, მაგრამ მოქმედების დონეზე არის თქვენი მოქმედება ახლა შეზღუდული, ასე ვიტყოდი.
დაკიდებული ხართ, არ გაქვთ უფლება, არ გაქვთ საშუალება მოძრაობის, რაღაც ნაწილი ასეც იქნება, რომ არ ვიცი, ძალიან მცირე ნაწილი, მაგრამ ამას მაინც ვიტყვი, რაღაც დეტალებს რასაც ვიძახი იმისთვის, რომ უკეთესად მიხვდეთ, შესაძლებელია ზოგიერთს ფეხი გაქვთ ნაღრძობი ან რაღაცნაირი ფეხის ტკივილის ვითარება შეხართ, სადაც გადაადგილება არ შეგიძლიათ პირდაპირ მნიშვნელობით. დაკიდებულია თქვენი სიტუაცია მოძრაობის მხრივ, გოგონას ფეხზე იკიდებს ხელს და ტკივა ფეხი, ასე ვთქვათ და ვერ ადგამს ფეხს წინ, ასეც შეიძლება იყოს ასეთი ნაწილისთვის, რომ კონკრეტულად ფიზიკური რაღაცა დაგიშავდათ, იღრძეთ, თაბაშირში გაქვთ, წევხართ, რაღაცა გაშეშებულ მდგომარეობაში ხართ, ამ ადამიანებისთვისაც იქნება ეს მდგომარეობა და ზუსტად კარმული სიტუაცია და მაღალი არკანი, მე-11 მაღალი არკანი იუსტიცია, რომელიც არის ქორწინების კარტი, რომელიც არის კანონიერების კარტი, შესაძლებელია თქვენგან ერთ-ერთი თქვენი პარტნიორებისგან წარმოადგენდეს სასწორის ნიშანს და მანამდეც გადავარდა ჰაერის დედოფალი, ესეც სასწორიც არის ჰაერის სტიქია კონკრეტულად, შესაძლებელია წარმოადგენდეთ ჰაერის სტიქიას, კონკრეტულად სასწორს აქვს ეს დიპლომატიის უნარი ძალიან კარგად გაწონასწორებული სიტუაციის შენარჩუნების უნარი, რაღაცნაირი კარგი დიპლომატია, კარგი დამყავებელია, კარგი გამოსავლის მპოვებელი ადამიანია. თუ ასე არ არის, ყოველ შემთხვევაში ბალანს თუ არ წარმოადგენთ სასწორის ნიშანს, ყოველ შემთხვევაში ბალანსს ცდილობთ, რომ შეინარჩუნოთ, რომ არ დაკარგოთ ეს წონასწორობა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ შეგერყეთ, ასე ვთქვათ, სტრესებში არ გადავარდით. მოდი იოლად რო გითხრათ, ძალიან ხშირად ფიქრობთ ხოლმე ამ თემაზე, ძალიან ბევრ ემოციურ ფონს ცდილობთ თქვენ თავში მოერიოთ, ძალა იპოვოთ, შეინარჩუნოთ, ასე ვთქვათ, ადამიანობაც, წესრიგიც, კონკრეტულად ემოციური ფონი არ დაგეცეთ და სტრესში არ ჩავარდეთ. ძალიან ბევრი ფიქრები გაქვთ ამ კარტებიდან გამომდინარე და ძალიან ბევრს იმედებს ამყარებთ, რომ საბოლოო ჯამში თქვენია ეს ბალანსირების უნარი სულ მცირე იმ შედეგამდე არ მიგიყვანთ, რომ სავალალო იყოს მდგომარეობა პარტნიორების შორის. გავიგოთ მაშინ მორჩა თუ ატყობთ, რომ იდენტიფიკაციით თქვენზეა ეს გაშლა, უყურეთ და ლაიკები, გაზიარებები, კომენტარები არ დაიზაროთ და გავიგოთ მორჩა თუ არა კარმული ვალი თქვენი ერთმანეთის წინაშე, წინა ცხოვრებიდან შეიძლება რაც მოგზდებთ და რაღაცა სახეცვლილებით ამ ურთიერთობაში შედექით, როგორც წყვილი ან ურთიერთობაში ხართ, გადაიხადეთ თუ არა, ასე ვთქვათ, ერთმანეთის მიმართ ეს ვალი გადაიხადეთ თქო და ამოდის 6-იან პენტაკლის საოცრებაა კარტები, ისე საუბრობს ხოლმე ჩემ ხელში და კონკრეტულად ჩემი საყვარელი კალოდები, ისეც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კალოდა, კალოდის ძირში მე-13 მაღალი არკანი სიკვდილი ამოდის, რომელიც არის ტრანსფორმაციის კარტი, რომელიც ყველაფერს ცვლის, ის რაც დღემდე ხდებოდა და რაც დღის შემდეგ მოხდება, დღეს სიტყვაზე ვიძახი, სრულიად სხვანაირია, აქ ყველაფერი ის ძველი კვდება და ასე ვთქვათ, ფენიქსივით ახლებურად ახლიდან იწყება ცხოვრება. მე-6-იან პენტაკლით ვაპატიეთ. ერთმანეთის მიმართ მართლაც ვალები გადახდილი გაქვთ ამ კარტით და სრულდება თქვენი კარმული ვალი, მინდა შემიძლია გითხრათ. შეძლის დედოფალი ამოდის, შეძლის დედოფალი, რომელიც კონკრეტულად თქვენი მხრიდან ვალის, ასე ვთქვათ, გადახდის მომენტშია, იხდის თავის ხარკს, ასე დავარქვათ, თავის კარმულ ხარკს იხდის, მაგრამ წარმოდგენილია მაგად. მაგი არის, ესე იგი, სპეციალისტი, ძალიან კარგი ორატორი, ძალიან კარგი ექიმის კარტიც არის მაგი, მკურნალია, ხელებით შეუძლია უმკურნალოს, პირდაპირ გაგებით მაგია, 4-ვე სტიქია მის ხელშია და ესე იგი ყველაფერს რაც მას ჭირდება ნებისმიერ 4-ვე სტიქიიდან მოკიდებს ხელს და თავისი პროგრესირებისთვის, თავისი ხალხის მიმართ მკურნალობისთვის ყველაფერს გამოიყენებს, აბსოლუტურად ყველაფერი მის ხელშია, ტრანსფორმაციას გამოიყენებს, იმიტომ რომ ტრანსფორმირდება ეს თქვენი კარმული ვალი, შემიძლია გითხრათ, რომ გადახდის პროცესშია, შეიძლება კიდევ ერთი დიდი კონკრეტული ჩხუბი ან რამე ისეთი სერიოზული კონფლიქტი მოხდეს თქვენ შორის, მაგრამ
ეს ყველაფერი მიგიყვანთ იქამდე, რომ გაგინათდებათ და მიხვდებით, რომ ეს არის ის, რაც უნდა გადაგეხადოთ.